მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო ტკბილო ქალბატონებო, მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. იმედია ყველა ხართ კარგად, ესეც მე თქვენ გისურვებთ და დღეს მოვედი თქვენთან საჯარო გაშლით თქვენი ბედნიერების დასაწყისის ნიშნები, ხო? ანუ ბედნიერი პერიოდის დასაწყისის ნიშნები. ესეთი ინფორმაცია გამომიგზავნა სამყარო, რაზეც უნდა გავაკეთო საჯარო გაშლა ესეთ თემაზე. არ ვიცი რატომ, რისთვის, მეც თქვენთან ერთად გავიგებ დღეს, აი ახლა გაშლის პროცესში ეს ვისთვის იყო, რისთვის იყო და რატო იყო საერთოდ ეს გზავნილი, რატომ გჭირდება ნიშანი იმისთვის, რომ მიხვდე, რომ ეს არის შენი ბედნიერების ეტაპის დასაწყისი? ვნახოთ. არ ვიცი, აზრზე არა ვარ, რას ემსახურება ლოგიკურად ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ საოცარი ინსტრუმენტის ტაროს მეშვეობით ერთად გავიგებთ აი ამ ყველაფერს და გავხსნით იმას, რასაც ვერ ვიგებთ, ხო? სიგნიფიკაცია. პირდაპირ დასტამაც დამიძახა ზუსტად აი ეს დასტები მაქვს 49 უკვე 9 და ზუსტად მე ხედავ, ანუ მე მაქვს ეს სულის დონეზე მისიაც იმის, რომ ხედვა მქონდეს და რაღაცებს ხედავ და ანუ რატო გიხსნით ახლა ამას, იმიტომ რომ როდესაც ეს ინფორმაცია მივიღე, რომ აი ამ თემაზე უნდა გამეკეთებინა გაშლა, დავინახე დასტაც, რომელმაც უნდა ისაუბროს ამ თემაზე და ის იყო ეს დასტა. რას გვეთქვის ტარო? ისე მაინტერესებს თქვენთან ერთად და თქვენსავით, რომ ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ ძალიან უცნაური თემაა, ხო? შენი ბედნიერების ეტაპი და დასაწყისი, ბედნიერების ეტაპის დასაწყისი და როგორ უნდა მიხვდე, რომ ეს ეტაპი იწყებაო. იდეაში ახლა ბედნიერება როდესაც იწყება, ამას ისედაც ხვდება ადამიანი, ხო? მაგრამ აქ რაღაცა არის საკრალური, რაც შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ პირიქით არის და ჩვენ იმასაც ვნახავთ, თუ რატომ უნდა იცოდე, რომ ეს შენი ბედნიერების დასაწყისია, ხო? ანუ შეიძლება რაღაც ისეთი იყოს, რასაც ვერ გრძნობდე, რომ ბედნიერების საწყისი ეტაპია და მე ვფიქრობ, ესე სუბიექტურად ვფიქრობ და ვნახავთ ახლა ყველაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ იმას, რომ ალბათ ეს ყველაფერი იმისთვის გჭირდება, რომ გაიგო, რომ რაღაცა ენერგეტიკულად ისევ არ შეაფერხო ამ შენი ბედნიერების საწყის გზაზე, ხო? ვიცით ჩვენ, რომ ჩვენი ენერგეტიკული ფონი მეტნაკლებად აფერხებს რაღაცა სიტუაციების შემოსვლას ჩვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ჩვენი ენერგეტიკული შემოფერხებელი, შეიძლება იყოს ბედნიერების შემოსვლისთვის არ დაჯერება ფიქრი იმისა, რომ ხო არ ვტყუდები თავს, ხო არ ვიტყუებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი რაღაც პერიოდი წელავს დროს, მერე ამან მიწიერ დონეზე შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დროში ძალიან ბევრი რაღაცა იწერება, ხო? სიტუაციებში. ამიტომ მოდი ვნახოთ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ და ვივარაუდოთ და არ ვიმკითხაოთ, ხო? ამ არხზე ჩვენ არ ვკითხაობთ, ჩვენ ტაროს ვკითხულობთ. სიგნიფიკაცია, ვისთვის არის გაშლა სამყარო?
რომ იცნონ ამათ თავიანთი თავი. ვისთვის არის გაშლა. ქალბატონისთვის, რომელიც თავისი ემოციური ზეწოლით ცუდი არა, მაგრამ აი თავისი გრძნობებით მოდი ასე ვთქვათ, მამაკაცს შეიძლება აღრჩობდეს კიდევაც. ოღონდ ამას თვითონაც ვერ ხვდებოდეს ისე. ამავდროულად ეს ქალი ცდილობს, რომ თუ კი რამე საფრთხე შეექმნება ამ ურთიერთობას, ყველაფრისთვის მზად იყოს და ყველაფერს ასე ვთქვათ დევნის, მაგრამ და ერთად ქმნიდით თქვენ რაღაცას, ერთად ქმნიდით თქვენ სამომავლო გეგმებს, სხვათა შორის და აქ ძირითად ასპექტში ქალია დომინანტი, მაგრამ თითქოს თქვენმა ემოციებმა ეს ადამიანი აი ამ თქვენმა ზედმეტმა აქტიურობამ, თქვენმა ყველაფერში როგორი რაღაცა იცი, ყველაფერში თვალთახედვის არეში ყოფნის მდგომარეობამ და ამ საფრთხეების მოშორებამ ამ ურთიერთობისთვის მზად ყოფნამ იმისთვის, რომ სულ აქეთ-იქით იყურებოდით, რომ თუ კი რაიმე საფრთხეა ყველაფერი, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობას მე მოვაშორო და მე ვარ ყურადღებით, ხო, თქვენი ენერგეტიკით შეიძლება გრძნობდით ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და ამაზე იყავით ძირითადად აქცენტირებული. თითქოს ამან იმ ემოციებშიც ახალ ეტაპზე გადასასვლელად აღმოაჩინა რაღაცა დაზიანებები. ნაკადში ვარ, დაიჭირეთ. აქ შეიძლება იყოს ან მესიჯები უნახეთ ამ კაცს, ან რაღაცა, რამაც ეს თქვენი სამომავლო პერსპექტივები თავდაყირა დააყენა. მაგრამ აქ გეტყვით, მთავარი ძირითადი პრობლემა იყო ამ სიტუაციაში, ეს ურთიერთობას ეხება. მთავარი ძირითადი პრობლემა იყო ამ სიტუაციაში თქვენი ემოციური ზედმეტი გადაჭარბება ამ კაცთან დაკავშირებით, რამაც ეს კაცი ფაქტიურად მოგუდარა, ზედმეტი რო ყველაფერი ზედმეტია. ეს თემაა რა. ზედმეტმა სიყვარულმაც კი ეს ადამიანი ფაქტიურად აზროვნების უუნარო, უმოქმედო გახადა და თქვენ ისევ ამ ზედმეტის ყურადღებით, ამ ზედმეტი ემოციებით. ეს ემოციები შეიძლება იყო და ასე ვთქვათ, როგორც სიყვარულით გამოხატული, ასევე თქვენი პირადი ემოციები სხვადასხვა ასპექტში, რამაც ის თითქოს რა ვიცი, ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი ხართ და ეს ადამიანი გადაწვა. თუ იცანით თქვენი თავი დარჩით გაშლაზე. თუ არ არის გაშლა თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენი ასკროლეთ ვიდეო. იმიტომ რომ სხვისი ენერგიები რაში გჭირდებათ, ხო? სხვისი ინფორმაცია. როგორ უნდა იგრძნო, რა ნიშნებით უნდა მიხვდე მიწაზე, რა ნიშნებით უნდა მიხვდეს ეს ადამიანი მიწაზე, რომ მის ცხოვრებაში ბედნიერების ეტაპი იწყება.
გეტყვით ახლა. ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს წამით აქ დავასუსტო ეს უნდა. ანუ ურთიერთობა, რომელიც გქონდათ, ჩაგიყვანათ ისეთ სიღრმეებში, თქვენს თავში, ისეთ სიღრმეებში ჩაგიყვანათ ამ ურთიერთობა, სადაც არასდროს არ ყოფილხართ ჩასული. თქვენს წარსულ ცხოვრებას გადაგახედათ, თქვენი მანამდე არსებული ცხოვრება გადაგაფასებინათ. და აქ გადაწყვეტილება თქვენ სულში მოხდა ისეთი, რომ თქვენ როგორც აქამდე ცხოვრობდით, აი ამ ურთიერთობის ჩათვლით. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ესეთ ურთიერთობაში, ესეთი ურთიერთობით და მსგავსით, როგორც ადრე იქცეოდით, აღარ გააგრძელებთ ცხოვრებას. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ნიშანი. ეხლა ჩვენ ვნახავთ დანარჩენს, მაგრამ აქ გვიხწერენ ღრმად. ასევე თქვენ საკუთარი თავის სხვა ღირებულებებით უნდა გქონდეთ წარმოდგენილი თქვენს აწმყო მომავალში. ელოდებით აბსოლუტურად სხვანაირ ურთიერთობას, ვიდრე აქამდე გქონიათ. თუ როგორ სხვანაირს, ეს ყველამ თვითონ იცის. თქვენ შეგეძლოთ ამ ურთიერთობიდან წასვლა, გქონდათ ბევრი გზა, მაგრამ ვერ მიდიოდით. ეს არის ნიშანი კიდევ. რაღაცნაირად ეკრფოდით ამ გრძნობას. თუმცა არც წასასვლელ გზას უშვებდით ხელით, ანუ არც წასასვლელი გზა მოგიჭრიათ, არ ქონდათ მოჭრილი სხვა ალტერნატივები, წინსვლის გზა, მაგრამ ამ ურთიერთობას განსაკუთრებულად ეკრფოდით. ამ ურთიერთობა მთლიანად დამოკიდებული გაგხადათ მიწიერ დონეზე თავისი. აი თითქოს ვერაფერს ვერ აკეთებდით ამ ურთიერთობიდან გასასვლელად. და ჩვეულებრივად როგორც
დასაკოფით ოჯინა ისეთად გაქციათ. ნიშანი, რომ თქვენი ბედნიერება იწყება, არის ის, რომ თუ მხოლოდ ეს ადამიანი იყო თქვენი, ასე ვთქვათ, ამომოძრავებელი ძალა, ეხლა მეგობრებთან დროის გატარებით, მეგობრებთან ურთიერთობით, თაც ივსებით. გიწევთ გასვლა, გიწევთ მიღება მეგობრების ან გასვლა მეგობრებთან ერთად, რომელიც გსიამოვნებთ, რომელიც მანამდე არ გსიამოვნებდათ. დაამყარეთ მეტი კომუნიკაცია ღმერთთან, სამყაროსთან. ნიშანი. თითქოს სხვანაირი მიდგომა გაქვთ სამყაროსთან, აი სხვანაირად ახლოს გრძნობთ თავს, ვიდრე აქამდე. რა ბედნიერება შემოდის, მოდი ვნახოთ, რა ბედნიერება შემოდის. რა ბედნიერება შემოდის მიწაზე. თქვენ ცხოვრებაში ურთიერთობები იწყებოდა და მალევე მთავრდებოდა. ურთიერთობები არის შეიძლება რაღაცა ურთიერთობის საწყისი ეტაპები იწყებოდა და მთავრდებოდა. თითქოს ვეღარ ხვდებოდით დამთავრდა ეს წარსული, ელოდები მომავალს, მაგრამ აი ძვრა ვერ ხდებოდა. მერყეობა იცი რას ისმევა წერტილი? ვარაუდებს, მოლოდინებს, იმოქმედებს არ იმოქმედებს მდგომარეობას. აი ასეთ ყველა მდგომარეობას ისმევა წერტილი. შიშებს. უიმედობას. და ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ აი დაუშვათ მე ვიყო პრიორიტეტი, არჩევანი. აქ შემოდის ძალიან სწრაფად ინფორმაცია, შეტყობინება ემოციურ დონეზე, რომელიც თქვენ წაგიყვანთ ახალ გზაზე. საბოლოოდ მთავრდება აქ ტრანსფორმაციის პერიოდი დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც მიმდინარეობდა. და რომელზეც და ფიქრობდით, რომ აი გრძნობდით, რომ რაღაცა აი საერთოდ სხვანაირი ახალი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო, ამას ენერგეტიკულ დონეზე გრძნობდით, მაგრამ
ბიჭო, არაფერი არ ხდებოდა, თითქოს რაღაცა ინთებოდა, ჩაქრებოდა. აი ეს მთავრდება და შემოდის აქ ახალი ურთიერთობა. ხალხო, ეს ახალი ინფორმაცია, ახალი კომუნიკაცია, შეტყობინება შემოდის ვინ არის ეს ახალია? გოგოებო, მე იქ წინა არკანიც მაძლევს საშუალებას, რომ ვთქვა, დიდი პროცენტისთვის აქ კაცი წარსულიდან აი ამ თქვენი ტრანსფორმაციის შემდეგ რა იქ ხომ აგვაჩვენეს უკან, რომ თქვენ როგორ უნდა იგრძნოთ, რომ ბედნიერება იწყება, იქ ხო გვაჩვენეს რა ნიშნებიც იყო. ამავდროულად კაცი წარსულიდან, რომელმაც ჩაგეყვანა თქვენი ფესვებში, რაზეც გქონდა აქ საუბარი, შემოდის ახალი გადაწყვეტილებით და საბოლოოდ დამთავრებით იმის, რაც აი ფიქრობდით, რომ გამოსავალი არ არის. არჩევანს აკეთებს აქ ქალზე. და ის სულ როგორ სიტუაციაში იყავით, იცი? ვაიმე, აი დღეს აგირჩევდა, შეიძლება ხვალე არ ფიქრობდით, რომ დღეს არჩევანი ვარ, აგირჩევდა და დღეს არჩევანი ვარ, გაგრძნობინებდათ, ხვალე არა, განახლება არის. აი ეს მომენტი დაბალანსდება. მამაკაცი, ვისთანაც სექსუალური კავშირი გქონდათ და მიჯაჭვული ხართ, აი ეს მამაკაცთან გეხსნებათ ახალი გზა. პასუხისგებლობით შემოდის. აუცილებლად მოგწერთ, თან ისე, აი, როგორ რაღაცას იცი? ისეთ შეტყობინებას მიიღებთ, რომ აი, რო იტყვიან, თითქოს ოცნებაში გავფრინდიო. ეს დიდი ხნის პაუზა ვიღაცასთან, ერთწლიანი შესაძლოა და აქ გამოჩნდება მამაკაცი. კი, რომელი ურთიერთობიდანაც გამოხვედით თითქოს, მაგრამ ბოლომდე კარი არ გქონდათ გამოხურული. ვიღაცასთან გოგოებო შემოდის ძლიერი მამაკაცი, ცოტა პროცენტში, მაგრამ ახალი ადამიანიც შემოდის, იმიტომ რომ გაშლა არის საჯარო და უნდა ვთქვა. იმიტომ რომ არის ეს ინფორმაციაც, ახლა აქ რო გავაკეთე ეს მოჩვენა. 93%-ში ძველი და 7%-ში ახალი. მაჩვენეთ ახლა ახალი ვის ცხოვრებაში შემოდის, ახალი მაჩვენეთ ის ადამიანი, ენერგეტიკულად ვის ცხოვრებაში ახალი შემოდის. ქალის ცხოვრებაში შემოდის ახალი მამაკაცი, რომელიც თავის დროზე აი რაღაცნაირად ძალიან ზედმეტად მორჩილი იყო, თითქოს აი თვითონაც კი უკვირდა, შეიძლება შენც კი გიკვირდა, რომ
აი ამ ურთიერთობას როგორ ვემორჩილებოდი და აქ საკუთარი თავის ფასი ისწავლე იმ მხრივ, რომ მე ვიმსახურებ, აი ფაქტობრივად ახლიდან დაიბადე ამ ურთიერთობის წყალობით და მე ვიმსახურებ ყველაფერს კარგს. და მე მეკუთვნის ეს და ეს არ არის ამპარტავნება. ეს ის არის, რაც მართლა მეკუთვნის ის შემთხვევა, როდესაც ეს ყველაფერი მე მეკუთვნის. ვინც ეს სულით ხორცამდე გააცნობიერა. აი ამის ცხოვრებაში შემოდის ახალი ადამიანი. ხალი, რომელიც სულ დასჯილის პოზიციაში შეიძლება იყო, მაგრამ ეხლა ანთებულია იმისთვის, რომ აი წარსულმა ურთიერთობამ ძალიან დიდი ცვლილება მიანიჭა იმ კუთხით, რომ სულით ხორცამდე შეცვლილია, რომ მე ვარ იმპერატრიცა. მე ვიცი ჩემი თავის ფასი, იმ დონეზე რა ფასიც მაქვს. აი ზუსტად რო იცი. ამ ცხოვრებაში შემოდის ახალი და ძველი პარტნიორი ვის ცხოვრებაში ბრუნდება, მაჩვენეთ იმის ენერგიები, ქალის ენერგიები ვის ცხოვრებაშიც ძველი პარტნიორი შემოდის განახლებით. ძველი პარტნიორი შემოდის ქალის ცხოვრებაში, რომელსაც ჰქონდა სამკუთხედი, მესამე ფაქტორი, ან ღალატი, ან ტყუილი, ან სამკუთხედი, ან მესამე ფაქტორი რაღაცა, რაც ძალიან დიდი გული ატკინა. ქალის ცხოვრებაში, რომელმაც აი ამ ტკივილის დასაამებლად შეიძლება მიმართეთ მედიტაციებს, შეიძლება მიმართეთ რაღაცა აფირმაციებს, შეიძლება მაქსიმალურად აი სიმშვიდე რომ მოგეპოვებინათ, გადაერთეთ სამსახურზე, საქმეზე, ბავშვებთან ურთიერთობაზე, აი ესეთი ადამიანის ცხოვრებაში შემოდის, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, მაინც შეაჩერა ეს ურთიერთობა და ამ ტკივილში ეხლაც იმყოფება. აი ესეთი ცხოვრებაში შემოდის ძველი პარტნიორი. თუ იყო თქვენი გაშლა, დალაიქეთ, მოიწონეთ ვიდეო, ენერგო ბალანსის ნიშნად სამყაროსა და თქვენ შორის ეს აუცილებელია. მე გისურვებთ თქვენს სულში